ოთხიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 4. A და B წრეწირებზე თანაბრად ბრუნავს ნივთიერი წერტილებიო, რომელთა ბრუნვის პერიოდებია შესაბამისად 6 წამი და 2 წამი. საწყის მომენტში ისინი ერთ წერტილში იმყოფებიანო და ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ საწყისი მომენტიდან რა უმცირეს დროში იქნება ნივთიერ წერტილებს შორის მანძილი უდიდესი. ხო, მოდით ასე გავაკეთოთ. Am ნივთიერ წერტილებს შორის მანძილი უდიდესი იქნება იმ შემთხვევაში თუ A წერტილზე მოძრავი ნივთიერი წერტილი აღმოჩნდება, აი გარკვეულ C წერტილი დავარქვათ, ხოლო B წერტილზე მოძრავი ნივთიერი წერტილი აღმოჩნდება აი ამ გარკვეულ D წერტილში. ახლა დიდ წერტილზე მოძრავ ნივთიერ წერტილს თუ დავაკვირდებით, ვითხრეს რომ დიდ წერტილზე A წერტილზე მოძრაობის პერიოდი არის 6 წამი. შესაბამისად, ეს 6 წამი არის ის დრო, როცა ეს ნივთიერი წერტილი ამ დიდ წერტილზე ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს 6 წამში. თუ 6 წამში ასრულებს ერთ სრულ ბრუნს, მაშინ ნახევარ ბრუნს შეასრულებს 3 წამში. აი აქ მოვა 3 წამში. ხო, 3 წამში. ხო, რაც შეეხება B წერტილზე მოძრავ ნივთიერ წერტილს, მისი ბრუნვის პერიოდი არის 2 წამი. ხო? 2 წამში, ესე იგი, ერთ სრულ ბრუნს შეასრულებს, დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას და შემდეგ ისევ, რადგანაც ბრუნვის პერიოდი არის 2 წამი, კიდე ერთ წამში, ანუ 3 წამში მოექცევა სწორედ აი ამ D წერტილში. შესაბამისად, აი აქ მოხდება ეს B წერტილზე მოძრავი ნივთიერი წერტილით 3 წამში. შესაბამისად, ის უმცირესი დრო, როდესაც მათ შორის მანძილი გახდება უდიდესი, საუბარია აი ამ მანძილზე, ეს დრო იქნება E უდრის 3 წამს. შესაბამისად, პასუხი იქნება B.